საქართველოს სამხრეთ კორეაში ქვეყნის კულტურას, ტურისტულ პოტენციალს და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს შანხაის შემდეგ სეულში გაეცნენ ქართული კუთხე კიდევ ერთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე SIFT Korea 2026-ზე იყო წარმოდგენილი, რომელსაც ყოველ წელს 10,000-ობით ვიზიტორი ხავს. Როგორ გამოიყენეს ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა 51 წლიანი ისტორიის მქონე პრესტიჟული პლატფორმა? ნახეთ გვანცა ცისკაძის რეპორტაჟი. კორეის დედაქალაქ სეულში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულმა ღირსშესანიშნაობებმა ერთ სივრცეში მოიყარა თავი, საქართველოს კუთხე განსაკუთრებული ინტერესის ცენტრშია. ზღვით, მთებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქვეყანა სეულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 35,000-ზე მეტი ვიზიტორის წინაშე წარადგინეს. გამოფენის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს შესახებ, ასევე გაიმართა შეხვედრები კორეულ კომპანიებთან და ტურისტულ ასოციაციებთან. ქართული დელეგაცია 4 დღის განმავლობაში საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს აცნობდა კორეელ პარტნიორებს და მოგზაურობის მოყვარულებს. Ფიქრობთ, რომ ერთობლივად შევძლებთ, რომ საქართველოში ბევრად მეტი კორეელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე ჯგუფსაც უმასპინძლეთ კორეიდან, როგორც ინფლუენსერების, ისე სატელევიზიო გადაცემების მიმართულებით, რაც მთლიანობაში დაგვეხმარება ერთიანად, რომ საქართველოს ცნობადობა სამხრეთ კორეაში გაიზარდოს. გავმართეთ შეხვედრები წამყვან კომპანიებთან, ვიზიტორებს გავაცანით აჭარა როგორც 4 სეზონის ტურისტული მიმართულება და ეს გამოფენაც დაგვეხმარება ჩვენს რეგიონს შევძინოთ ახალი კონტაქტები და მნიშვნელოვანი პარტნიორები. საქართველოს საელჩოსთვის დიდი პატივია მხარი დაუჭიროს ჩვენი ქვეყნის ასეთ მრავალფეროვან წარდგენას აზიის ამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაზე. კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, ლოგისტიკური და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად. გამოფენაზე 11 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარდგენილი. კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ კორეაში საქართველოსადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ტურისტები დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო ზრდის. ჩვენთვის არის კარგი შესაძლებლობა გავეცნოთ ადგილობრივ ბაზარს და მომავალში გქონდეს იმედი, რომ კორეელი ტურისტები ჩამოვლენ საქართველოში. გავიცანთ ძალიან ბევრი ადგილობრივი კომპანია, მათ შორის რა თქმა უნდა ტურისტული DMC კომპანიები, საკმაოდ დიდი, გრანდიოზული ტურისტული კომპანიები, ასევე გქონდა შეხვედრები იაპონურ კომპანიებთან და გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინები. საქართველოს აქვს ზღვა, მთები, ღვინო. ეს ქვეყანა გამოირჩევა სტუმართმოყვარე ადამიანებით. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ყოველ ჯერზე, როცა იქ ჩავდივარ, თავს ისევ გრძნობ როგორც კორეაში. ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ შორის გარკვეული მსგავსება არსებობს. საქართველოში პირველად 2019 წელს ვიყავი და მაშინვე შემიყვარდა. ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა. წელს ვიყავი თბილისში, გორში, ქუთაისში და თქვენს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. ბათუმში არასდროს ვყოფილ ვარ. ამ ქალაქზე ბევრი ვიდეო გოლი მაქვს ნანახი და დაინტერესებული ვარ ვესტუმრო. ძალიან მიყვარს თქვენი ხალხი, თქვენი კულტურა. მიყვარს ქართული ენა, ადგილობრივი კერძები და ღვინო. ფესტივალი უკვე 41 წელია იმართება. საქართველო კი ამ პლატფორმას წლებია აქტიურად იყენებს აზიის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის წარსადგენად. სტატისტიკური მონაცემებით კორეის რესპუბლიკიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67,2%-ით გაიზარდა.